საქართველოს სამშენებლო ბაზარზე კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომლობა შედგა და თან გაფორმდა. დეველოპერმა კომპანია Homer-მა, რომელსაც კარგად იცნობს ჩვენი საქმიანი საზოგადოება, სრული ნდობა გამოუცხადა სამშენებლო კომპანია ANAX და თავისი პირველი პროექტი, სწორედ მასანდო ასაშენებლად, სწორედ პარტნიორების დეტალებს ჩავშლით და დეტალურად მოვიკითხავთ საქმიანი დილას სტუდიაში, რისთვისაც ჩვენს ეთერს შემოუერთდნენ ამ კომპანიის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, Homer-ის გენერალური დირექტორი და ირაკლი გოგოლიშვილი. იგი ANAX-ის გენერალური დირექტორი გახლავთ. დილამშვიდობისა და მადლობთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობისა. გილოცავთ წარმატებულ თანამშრომლობას და ეს ყველაფერი ნიკოლოზ თქვენგან უნდა დავიწყოთ ახლა ამ ამბის მოყოლით. თქვენ აანონსებდით თქვენს პირველ ინტერვიუში მთელ პროცესს, თუ როგორ შეირჩეოდა მომავალში თქვენი პარტნიორი კომპანია, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას თქვენთვის და როგორ წარიმართა პროცესი გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა უკვე შედგა და ოფიციალურად გაფორმდა და ANAX იქნება გენერალური კონტრაქტორი ამ პროექტის და მიიყვანს ბოლომდე ჩვენს პროექტს, ჩვენს პირველ პროექტს Homer Alpha-ს. Homer Alpha, რომელიც თავის მხრივ ფიქრობ, რომ რაღაც გამორჩეული პროექტი უნდა იყოს არქიტექტურით და ხარისხით და ამ თქვათ ჩვენი და ANAX-ის ერთობლივი მუშაობით გვინდა რომ კარგი მაგალითი შევქმნათ იმისი, რომ როგორი თქვათ ხარისხიანი პროექტი შეიძლება გაკეთდეს ქალაქში. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საქმიან საზოგადოებას, რახან ვახსენე ნიკოლოზ მეძმარიაშვილთან ინტერვიუ, როცა Homer-ი წარმოგიდგინეთ, მაშინ სწორედ მიმდინარეობდა ჩვენგან საუბარი, რაც BMG-მ დეტალურად განავრცო. საუბარია პროექტზე Homer Alpha. ამ მიმართულებით Homer-ის გუნდმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით $62 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა, რაც სრულად უზრუნველყოფს პროექტის დასრულებას ვიდრე დასაწყისიდან ბოლომდე. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუყვეთ მაყურებელს პროექტის დეტალებთან დაკავშირებით და თუ რამე გამომჩა შემივსეთ. პროექტი საკმაოდ მასშტაბური არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქნება აღჭურვილი smart სისტემებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გვინდოდა რომ აქცენტი გაგვაკეთებინა და სრულად მთელი შენობის თუ თქვათ კარი, ლიფტი თუ საპარკინგე სივრცეები იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული საერთო სისტემით. და ეს უზრუნველყოფს ჭკვიანი სახლის, თქვათ როგორც მაშინ ვთქვით, კარამდე პრინციპს. მათ შორის კარიც იქნება ჭკვიანი საკეთით აღჭურვილი და ამით გვინდოდა რომ ერთგვარი რა ვთქვათ რაღაც ფეხი აგვეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ამის გარდა 7300 კვადრატულ მეტრზე მეტი სივრცე არის დათმობილი რეკრეაციისთვის, სადაც იქნება როგორც ვთქვათ საბავშვო სივრცე, სპორტული სივრცე, ცალკე ფეხბურთის მოედანი და ასევე ჩვენ რაღაც გამოვყოფთ ყოველთვის რომ ცხოველებისთვის, ვთქვათ ჩვენი შინაური ცხოველებისთვის სპეციალური სივრცე იქნება, სადაც ისინი შეძლებენ ვთქვათ გაატარონ დღის განმავლობაში გარკვეული საათები. ANAX-ის თემაზე და როგორ მოხდა ნდობის გამოცხადება და რეალურად როგორ მივედით ამ ყველაფრამდე რა პროცესი გაიარა? ჩვენ თუ გახსოვს პირველ ინტერვიუში ვისაუბრეთ, რომ ჩვენ ვართ დეველოპერები, ჩვენ არ ვაშენებთ და ვეძებთ პარტნიორს, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენი გენერალური კონტრაქტორი და ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა შერჩევა, იმიტომ რომ ძალიან დეტალებში ჩავედით, ბევრი თქვათ რაღაც საკითხი განვიხილეთ და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები და ეს პროექტი ერთად უნდა განვახორციელოთ. რითიც მე ირაკლის მადლობას ვეუბნები, ასევე ნდობისთვის და ვფიქრობ, რომ კარგი ერთობლივი კოლაბორაცია გამოგვივა ამ პროექტში. ყველაზე სანდოდ აშენებული ANAX-ის მოყვება მრავალი ათეული წელიწადია. ქონდა თუ არა რაიმე საფუძველი ამ პარტნიორობას, გასაგებია შერჩევის კრიტერიუმები, რაზეც Homer-ის გუნდი დეტალებში საუბრობდა ნიკოლოზის სახით ირაკლი, რის საფუძველზე შედგა ეს თანამშრომლობა და მოგესალმებით გიორგი. დილამშვიდობისა. პირველ რიგში მინდა ბატონ ნიკოლოზს მოვულოცო ამ არჩეულებრივი კომპანიის დაარსება. გვაქვს კონდათ გამოცდილება ერთთან თანამშრომლობის თელს Homer-ის გუნდთან, ვინც აპირებს ამ პროექტის მართვას, მინდა ყველა მათგანს წარმატებები უსურვო.
რაც შეეხება პროექტს, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესოა იმ თვალსაზრისით, სამშენებლო თვალსაზრისით ჩვენ როგორც აკვირდებით, საკმაოდ დაბალი ინტენსიურობით გამოირჩევა მოცემული კორპუსი და მშენებლობა. 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსებია. ეს თავის თავში ნიშნავს დაბალ ინტენსიურობას. დაბალ ინტენსიურობა ვფიქრობთ, რომ მომხმარებლისთვის ნიშნავს და უბიძგებს კომფორტს. პროექტის შესწავლის ეტაპზე, ტენდერის ეტაპზე მოგვიწია პროექტის დეტალური შესწავლა, როგორც დამკვეთს აქვს ზრახვა და გადაწყვეტილი ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია, მაინც ევროპული მასალებისკენ აქვს არჩეული, რომელიც თავისთავად ხარისხის მიუთითებს. საერთო ჯამში 80,000 კვადრატულიანი პროექტი, პირველი დეველოპერული ჯგუფისთვის ვფიქრობ, რომ საკმაოდ ამაღალი განცხადებაა და მოხარული ვართ, რომ ნიკოლოზმა თავის გუნდთან ერთად ამ ბაზარზე ამდენა განაცხადი გააკეთა და ჩვენც შესაბამისად არ გაუცრუებთ იმედებს და ვეცდებით, რომ ბოლომდე გავყვეთ და ეს არაჩვეულებრივი პროექტი ისე წარმატებით განახორციელოთ, როგორც არაერთი დეველოპერული პროექტი. ირაკლი მახსენა შერჩევის კრიტერიუმები და ტენდერში მონაწილეობა, როცა პროექტის ყველა დეტალს ჩაერთო. ჩვენ საუბრობდით, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანეთ, თქვენ წითელი ხაზები გაავლეთ, როგორც დეველოპერული კომპანიის დირექტორმა, რომ თქვენ არ შედიხართ მშენებლობაში. თქვენ ხართ დეველოპერები. მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მკაცრად საზღვრავთ იმ კრიტერიუმებს და მათ შორის ცხადია ყველაზე საკვანძო მიმართულებით, როცა არის მშენებლის შერჩევა. რა იყო ეს კრიტერიუმები? იმ დათქმით, რომ გამეორდები, რაზეც ანაგის გენერალური დირექტორი საუბრობდა, უმაღლესი ხარისხის მასალებია მოაზრებული, შერჩეული და დამტკიცებული. 8 კომპანია მონაწილეობდა ტენდერში და sakmaud რთული პროცესი გავიარეთ. ჩვენ ყავდა კონსულტანტები ასევე მოწვეული, რომლებიც გვეხმარებოდნენ ტენდერის ჩატარების პროცესში. ჩვენთვის მთავარი ძირითადი რამდენიმე კრიტერიუმია, რის გამოც ანაკთან უკვე გადავწყვეტეთ თანამშრომლობა. პირველი ეს არის, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ ჩვენს ასე ვთქვათ, ჰოუმერის სტანდარტს, ბინის სტანდარტს და ამ სტანდარტს ჭირდება შესაბამისი ხარისხის მშენებელი, რომ იმ სტანდარტის ბინები გადავწეთ ჩვენს მომავალ მობინადრეებს. ეს იყო პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის გარდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პარტნიორი, რამდენად ძლიერი კომპანია იყო და რამდენად ვთქვათ, გამოცდილი და როგორც იცით, ხა ანაგი საქართველოში თუკი ვინმე არის გამოცდილი, ყველაზე დიდი კომპანია არის და ყველაზე ფინანსურად მდგრადი, რაც ჩვენთვის როგორც ახალი თქვა დაწყებული კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ვის არჩევ პარტნიორად და ვფიქრობ, რომ ეს ორი ძირითადი კრიტერიუმი იყო, რის გამოც თქვა შეირჩა ანაგი. რა თქმა უნდა, ისიც რაც ირაკლი მახსენა, რომ წარსულში გვაქვს გამოცდილება ერთად პროექტების კეთების, ესეც ამტკიცებს თქვა ჩვენ შორის იმ ნდობას, რომ უფრო ადვილად შეგვიძლია თქვა ვითანამშრომლოთ და ჰოუმერ ალფასთან დაკავშირებით. კი, რა თქმა უნდა. და გაწერილია თუ არა უკვე ვადები და ყველაფერი მიყვება თუ არა იმ გეგმას, ნიკოლოზ ასთქვი ბძანეთ და ანონსებდით პროექტთან დაკავშირებით. დიახ, სიმართლე რო გითხრათ, ანაგის ვადები უფრო მოკლე არის ვიდრე ჩვენ პირდებით ჩვენს მობინადრეებს, მაგრამ ჩვენ გამიზნულად ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ შემდეგ იყოს თქვა დრო ექსპლუატაციისთვის და თქვა სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, რაც უნდა გავატაროთ იქამდე სანამ უკვე მობინადრეს გადავცემთ გასაღებს. გამოცდილება, როცა გავლილი არის საქმიანი ურთიერთობა და უკვე წარმოდგენილი არის ახალი კომპანიის სახით, ამ შემთხვევაში ჰოუმერს გულისხმობ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საუბარია ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციაზე, ქალბატონებო და ბატონებო, $62 მილიონი, რომელიც მარტო ერთ პროექტში, ჰოუმერ ალფაში არის მოზიდული ჰოუმერის მხრიდან, არის თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი იმ სამომავლო როგორ თქვა, საქმიანი კომფორტისთვის მათ შორისაც, იმიტომ რომ ანაკს არ აკლია ეხა კონტრაქტები, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვა დეტალებიც, რასაც ითვალისწინებ დარწმუნებული ვარ. ახსენა ტენდერში მონაწილეობის ბატონო ნიკოლოზმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჰოუმერ ალფას დაარსებამდე ჩვენ გვქონდა საქმიანი გამოცდილება, არც თუ ისე მცირე მასშტაბით, სულ მცირე 150 მილიონს ითვლის ის პროექტები, რაც ჩვენ ერთობლივად განხორციელებული მშენებლობაში ეს მერწმუნედ ნიშნავს უამრავ დისკუსიას, შეხვედრას, საკითხებზე მსჯელობას და გადაწყვეტილების მიღებას რა ესე ვთქვათ მშენებლობისთვის საკმაოდ დიდი მასშტაბია ეს და ამ მონაპოვარის ესე ვთქვათ მოფრთხილება გადავწყვეტეთ ერთად და ამანაც ერთგვარი
პირობა შექმნა ჩვენი თანამშრომლობისთვის. ირაკლი, ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენს პორტფელში მიმდინარე პროექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანს ეხლა ამ წუთში რაზე კეთდება აქცენტირება, ვიცი რომ ბევრი მიმართულებით მუშაობთ, მაგრამ ხომ არ არის რაიმე გამორჩეული სიახლე, რომელსაც BMG-ს საქმიან საზოგადოებას გააცნოთ. დიახ, კი ბატონო, მინდა გითხრათ ერთ-ერთი პროექტი აღნიშნო ხაზზე მინდა გავუსვა. ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რასაც ვახორციელებთ ქუთაისში, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. ჩვენთვის როგორც სამოქალაქო მშენებლობაში დასაქმებული კომპანიისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის ეს ფიქრობთ საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადია. და მთელი ჩვენი, ესე ვთქვათ, საინჟინრო თუ ინტელექტუალური რესურსი თუ ფინანსური პრაქტიკულად მიყრობილია ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის, იმიტომ რომ ჩვენთვის როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ესე ვთქვათ, სიახლე და გამოწვევა და ვფიქრობთ, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელების შემდეგ ერთ-ერთი საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი შემსრულებელი კომპანია მოვლენებით ქართულ ბაზარს თუ ამის მოთხოვნა იარსებებს და იმედია იარსებებს. დარწმუნებული. ამ ბევრია ჯერ კიდევ გასაკეთებელი. საკმაოდ მასშტაბურია 3.6 კილომეტრი ასაფრენი ბილიკი, 45 მეტრის განის. ჩვენ როგორც ვიცით, დამკვეთებისგან გვაქვს ინფორმაცია მოცემული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ პრაქტიკულად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველა ზომის ბორტების მიღებას შეძლებს, რაც ალბათ ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ეს დღესდღეობით რაც ყველაზე ასე ვთქვათ სათვალსაჩინო და ნომერ პირველი პროექტია, მე მგონი. მადლობა დიდი. ჰოუმერის თემა სრულად ამოქოქილია და რასაც ვაკვირდებით, თქვენი პირველი ინტერვიუდან გამომდინარე სრულად მიყვებით თემებს. ჩვენ ნახეთ ძალიან ბევრი მემორანდუმი, რომელსაც პარალელურად ლამის ყოველკვირეულად თქვენ აფორმებთ ჰოუმერის არაჩვეულებრივ ოფისში. რჩება თუ არა, ყველაფერი მიყვება თუ არა იმ გეგმას, რაც თქვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსეთ ჰოუმერის პრეზენტირებისას. დიახ, გიორგი, ესე ვთქვათ, გეგმის მიხედვით მივდივართ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდი სრულად არის მობილიზებული და ყველაფერი როგორც ვთქვათ დაგეგმილი იყო, ისე მიდის. მართალი ხარ, რომ ფორმდება ახლა ბევრი მემორანდუმი, იმიტომ რომ ახლა იწყება პროექტი. უკვე ვფიქრობ, რომ ანაგის კონტრაქტი ეს იყო რაღაც დამაგვირგვინებელი და ყველაზე დიდი კონტრაქტი, რაც ჩვენ დავდეთ და დავდებთ თქვათ ამ ჰოუმერ ალფას პარკლებში და ამის შემდეგ უკვე ყველა გადაერთვება აქტიურად მუშაობაზე, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ და გადავცეთ ჩვენს მობინადრებს სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველაფერი ძალაშია. წარმატებები მეგობრებო, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, ჰოუმერის გენერალური დირექტორი, წარმატებებს უსურვებ ირაკლი გოგოლიშვილს და ანაგის გენერალური დირექტორის სახით მის მთელ გუნდს, მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის და საუკეთესო სურვილები და მოკითხვები ჰოუმერის და ანაგის გუნდის წევრებს და რა ვიცი, არაჩვეულებრივ პროფესიონალებს.